ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია მოქალაქე ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო და ჩვენ დღევანდელი პრესკონფერენცია ეხება ამ თემას. ნატო უსენაშვილი 2012 წლის 20 ივნისს დაინიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საახსნელო დაწესებულების დირექტორად, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში იგი იყო სიღნაღის ნომერ 13 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც სიღნაღის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიცვალა პოლიტიკური სურათი, დაიწყო მოქალაქე ნატო უსენაშვილის დევნა და ამ დევნას აქვს პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნები. კერძოდ დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ ის ნატო უსენაშვილი ორჯერ უსაფუძვლოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან და ამავე დროს საინტერესოა, რომ სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, რაც უკვე ჩვენთვის როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციისთვის არის საინტერესო და ისედაც ამ საქმეში, როდესაც ჩვენ გავიცანით სრულად ყოველ მხრივ გამოიკვეთა, რომ არსებობს საკმარისი არგუმენტები იმისათვის, რომ ვიფიქროთ ნატო უსენაშვილი იდევნება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამიტომ ჩვენ მივმართავთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ასევე სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატს გელა გელაშვილს, რომ შეწყდეს ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე მივმართავთ ჩვენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის დეპარტამენტს, კახეთის სამმართველოს, რომ გაითვალისწინოს როგორც სიღნაღის რაიონის სასამართლოს, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და მისი მოქმედებები ამ სკოლამდელი საახსნელო დაწესებულების შემოწმებისას არ გამოიყენოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ასევე ჩვენ მივმართავთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი კონკრეტულად ამ საქმეზე, რათა აღდგენილი იქნას ნატო უსენაშვილის უფლებები და შემდგომშიც ეს უფლებები არ იქნას დარღვეული. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ნატო უსენაშვილს იბარებდნენ პოლიციასა და პროკურატურაში და ეუბნებოდნენ, რომ იგი იყო დამნაშავე, ვინაიდან ერთდროულად ღებულობდა ხელფას როგორც სამსახურიდან, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიიდან. ნატო უსენაშვილს ასევე იბარებდა საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი და მისგან პირდაპირ მოითხოვდნენ თანამდებობის დატოვებას, ან მას ასევე სთხოვდნენ თანამშრომლების დათხოვნას სამსახურიდან. ნატო უსენაშვილის მიერ გაგზავნილი წერილები საკრებულოს მიერ რჩებოდა განუხილველი, ან ხშირ შემთხვევაში 2-3 თვის დაგვიანებით აძლევდნენ მას პასუხს, რის გამოც სკოლამდელი საახსნელო დაწესებულება ვერ ახდენდა ნორმალურ ფუნქციონირებას და ნატო უსენაშვილს მის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებაში ექნებოდა დაბრკოლებები. პოლიტიკურმა დევნამ შედეგი რომ ვერ გამოიღო, 2013 წლის 8 აპრილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნატო უსენაშვილი გაანთავისუფლა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალბატონმა უსენაშვილმა შეიტანა სარჩელი სიღნაღის რაიონის სასამართლოში. რაიონულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი და იგი აღადგინა სამსახურში. 2013 წლის 6 აგვისტოს ნატო უსენაშვილი შეუდგა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგეობისაგან. კვლავ გაგრძელდა მასზე ზეწოლები, ამ შემთხვევაში უკვე კომისიებითა და შემოწმებებით. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საფინანსო კომისია, რომელმაც დაიწყო სკოლამდელი საახსნელო დაწესებულების ბუღალტრული დოკუმენტაციის შესწავლა. სამსახურში აღდგენიდან 2 თვის შემდგომ ნატო უსენაშვილი განთავისუფლებული იქნა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან ისევ საკრებულოს გადაწყვეტილებით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ქალბატონ ნატო უსენაშვილის სრულიად დააკმაყოფილა და ისევ აღადგინა სამსახურეობრივ მოვალეობის შესასრულებლად. ქალბატონ ნატოს ჯერ არ ჰქონდა ჩაბარებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საკრებულომ უკვე მისი მუშაობის გარკვეული პერიოდი გადასცა შესამოწმებლად საფინანსო პოლიციას. როგორც უსენაშვილი აცხადებს, მას ასევე სთხოვდა სამსახურის დატოვებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი, რომელიც მას დაემუქრა დაპატიმრებით, თუ თავისი სურვილით არ დატოვებდა სამსახურს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მაჟორიტარ დეპუტატს შეწყვიტოს ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს გაითვალისწინოს სიღნაღის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ გამოიყენოს საგამოძიებო მოქმედებები მოქალაქე ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნისათვის. ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ნატო უსენაშვილის დარღვეული სამართლებრივი უფლებების აღსადგენად. პროკურატურამ საქმე გადასცა შემდგომ პოლიციას და იყო ჩემი დაბარებები სამუშაო რეჟიმის პარალელურად მუდმივად ვიყავი პოლიციისა და პროკურატურის დაკითხვის რეჟიმში. და ბოლოს უკვე მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მოეცათ უშუალოდ უწყება გამოეგზავნათ ჩემთვის და ისე მივსულიყავ, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად მე მიშლი და სამსახურში განმეხორციელებინა ჩემი უფლებები, იმიტომ რომ ვიყავი პოლიციაში და პროკურატურაში დაკითხვებზე და მუდმივი ზეწოლის რეჟიმში, რომ მე ვიყავი დამნაშავე და მე ვერ ვამტკიცებდი ჩემს სიმართლეს. რომ ეს არ იყო დანაშაული, რომ მე მუშაობდი იმ პერიოდში ორ სამსახურში. ამის შემდეგ და ამას ადასტურებს გამოგზავნილი უწყებაც, რომელიც გამოიგზავნა 21 მარტს 2013 წლის მიხეილ დავითაშვილის მიერ, სიღნაღის რაიონის სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის მიერ. და ამის შემდეგ მარტის თვეში ეს იყო ბოლო დაბარება პოლიციაში და აპრილის თვეში უკვე საკრებულომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოიწვია საკრებულოს სხდომა და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მაგრამ სანამ საკრებულოს სხდომას ჩაატარებდნენ, პარალელურად მუდმივად ვიყავი ზეწოლების ქვეშ საკრებულოს თავმჯდომრის და დეპუტატის მხრიდან, რომ მე მქონდა სერიოზული დარღვევები სამსახურში და მე უნდა სამსახური დამეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ამ ადამიანებისთვის ამეხსნა ჩემი სიმართლე, ისინი არ ისმენდნენ ამას და კატეგორიულად ითხოვდნენ ჩემგან სამსახურის დატოვებას. ამავდროულად მუდმივად ხდებოდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის და მისი ბიუროს ხელმძღვანელის გოჩა ტოკლიკიშვილის მხრიდან ჩარევა საკადრო პოლიტიკაში, ვინ უნდა მიმეღოს სამსახურში, ვინ უნდა გამიშვა სამსახურიდან და მუდმივად უნდა შევთანხმებოდი ამ ადამიანებს ამ საკითხებზე. 2013 წლის აპრილის თვეში საკრებულომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამანთავისუფლა სამსახურიდან, რაზედაც სასამართლოში შევიტანე მე საჩივარი და სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულად დააკმაყოფილა განაცდური სანაზღაურებით ჩემი მოთხოვნა. ივნისის თვეში მოხდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა 26 ივნისს და სანამ სამსახურში დაუბრუნდებოდი, უკვე შექმნეს არ გაასაჩივრეს მათ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ალბათ იცოდნენ, რომ მათი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამაგეროდ შექმნეს სასწრაფო საფინანსო კომისია და დაიწყეს ჩემი მუშაობის პერიოდის ფინანსური შემოწმება. ისე რომ მე როდესაც სამსახურში დაუბრუნდი და ჩემი უფლებამოსილების განხორციელება დავიწყე, კომისია უკვე მუშაობდა და ფაქტიურად მუშაობის დაწყება მომიწია ფინანსურ კომისიის მუშაობის პარალელურ რეჟიმში.
დასრულდა ეს შემოწმება არ იყო ხელმოსაცემი, ალბათ მათთვის აქტი დაიწერა. ამ აქტის შედგენაში მე მონაწილეობა არ მიმიღია და არც რას ამოწმებდნენ შესაბამისად ჩემთან არანაირი კითხვები არ ქონიათ მას, რასაც აქტი ადასტურებს თვითონ, მაგრამ როდესაც ნახა საკრებულომ რომ აქ არ იყო ის ხელმოსაცემი, რითაც მე სამსახურიდან გამიშვებდნენ, დანიშნეს კიდევ ხელახალი კომისია და კომისიას მიუთითეს რომ კიდევ დამატებით შეემოწმებინათ, ანუ 2 თვის განმავლობაში 2 კომისია შეიქმნა. 2013 წლის 31 ივლისს პირველი კომისია შემოვიდა და შეამოწმა 31 ივნისს და 2013 წლის 30 აგვისტოს უკვე მეორე ბრძანება გააკეთა გამგეობამ და უკვე მეორე შემოწმება ჩატარდა. აი ამ შემოწმების შემდგომ არც ამ შემოწმებაში არ მიმიღია მონაწილეობა, ფაქტურად არც არაფერი შეუმოწმებიათ, შეადგინეს აქტი, რომ ვითომ მე ხელი შეუშალე მათ კომისიის მუშაობას შემოწმებაში და აი ამ 2 აქტის საფუძველზე გამოსცეს განკარგულება ნომერი 75, რომელიც საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს. ეს მოიცავს არა მარტო გამანთავისუფლების ბრძანებით, რომელშიც არის არა მარტო ჩემი მუშაობის პერიოდი, არამედ ჩემი წინამორბედის მუშაობის პერიოდში არსებული დარღვევები და ჩემს შემდგომ ვინც მუშაობდა იმ ადამიანის მუშაობის პერიოდში არსებული დარღვევები. და საკმაოდ ვრცელი სადღაც 6 ვრცლიანი განკარგულებით გამანთავისუფლეს სამსახურიდან, ანუ მათი დარღვევებიც ფაქტურად მე შემერაცხა. და ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ ბრძოლა ისევ სამართლიანობისთვის, ჩემი უფლებების დაცვისთვის, რომ ჩემი უფლებები დამეცვა და აღმედგინა. 2000 სიღნაღის რაიონულ სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და შემდგომ გავასარჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და 27 ნოემბერს 2014 წლის 27 ნოემბერს სამსახურში აღმადგინა განაცდური სრული ანაზღაურებით. ამის შემდგომ სამ ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, უკვე ფინანსური პოლიციიდან სკოლამდელ აღმზრდელო დაწესებულებაში მოდის მიმართვა და ითხოვენ კონკრეტულ დოკუმენტაციას უკვე საფინანსო პოლიციას. აი ამ პერიოდის განმავლობაში მე ყველაზე მნიშვნელოვანი გამორჩა საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან და მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან მუდმივი მუქარები იყო, რომ თუ არ წავიდოდ და ჩემნებით არ დავტოვებდი სამსახურს, აუცილებლად ჩემს საქმეს გადასცემდნენ ფინანსურ პოლიციას. იმ პერიოდში დაგიკონკრეტებთ, საკრებულოს თავმჯდომარე იყო არჩილ მჭედლიშვილი, რომელიც არის ამჟამად მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თავმჯდომარე და იმჟამინდელი ბიუროს თავმჯდომარე ახლა საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ.